ძაღლი, რომელმაც ბალანჩივაძის ქუჩაზე 3 ადამიანი დაკბინა, რუსთავის მიუსაფარ ძაღლთა დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. რუსთავის დაავადებების მართვისა და პოპულაციის ცენტრში აცხადებენ, რომ ცხოველი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. მას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და 10 დღის განმავლობაში სპეციალისტების დაკვირვებების ქვეშ დარჩება. თავშესაფრის დირექტორის ელიზბარ თუშურის განცხადებით, კავკასიური ჯიშის ნაგაზს პატრონიც გამოუჩნდა და იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს დაავადების სიმპტომები არ აღმოაჩნდა, მისი გაჩუქება იგეგმება. კომოქართლის ტელერადიო კომპანიამ დღეს რუსთავის ანტირაბიული კაბინეტის დირექტორის ჩაწერა. ირაკლი ჯანგულაშვილი ამბობს, რომ ანტირაბიულ სამსახურში ცხოველთა დაკვენების შემთხვევებზე მიმართვიანობა ყოველწლიურად 8-10%-ით იზრდება. ბოლო 3 დღის მანძილზე ცენტრალურ საავადმყოფოს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად 32 ადამიანმა მიმართა. სპეციალისტების თქმით, ციფრები შემაშფოთებელი არ არის. დილით გავედით მე შემთხვევის ადგილზე ისევე დილას ვნახეთ უკვე იწვა იქ რაღაცა დასაძინებელი ამპულა და წამოიყვანეთ ახლა კარგად არის აქ არის ნორმალურად არ უკვე პატრონის გამოუჩნდა და წაიყვანენ ალბათ რამე ჯერჯერობით 10 დღე აქ უნდა იყოს ჩვენთან დაკვირვებაზე თუ ხალხი ყავს დაგლეჯილი და სანამ არ გაირკვევა ამისი ნორმალური აქვს სოფი თუ არა აქვს მანამდე საგარეო დაკვირვებაზე გვეყოლება 10 დღე. ბოლო 3 დღის განმავლობაში ანტირაბიულ კაბინეტს მომართა 32 პაციენტმა, ეს დაახლოებით დღეში 10 პაციენტია და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი დატვირთვით მუშაობთ. ამ წლის 8 თვის მანძილზე ყველაზე მეტმა პაციენტმა მოგმართა შესაბამის წინაწლებთან შედარებით. მაგრამ ეს არის ყოველწლიურად დაახლოებით 10%-იანი მატება წინაწელთან შედარებით და სტაბილურად იზრდება, ასე რომ გამონაკლისი არც აქ არ არის.